დაკავებული ვარ უკვე სადღაც 17 საათი. არ ვიცი რას მე დავებიან, როგორც პოლიციის უფროსი გიორგი კლიმიაშვილი იძახის. სიტყვერი თუ ის არ დავემორჩილე მის კანონიერ მოთხოვნას და რაში გამოიხატება ეს ნამდვილად არ ვიცი და ზუსტად 1 საათი ვყავდი გაჩერებული, ვინაიდან აქცია მქონდა დაანონსებული შეხვედრა მოსახლეობასთან თელავში, ნათესავების ბებიაჩემის სანახაოდ მიდიოდი ლაგოდეხში, გამოჩერეთ ლაგოდეხის გზაზე. ღამე სამოქალაქოს ჩაცმულმა პიროვნებამ, რომელიც დასახელდა გიორგი კლიმიაშვილად და სამოქალაქო ავტომობილით იყო, ჩვეულებრივი არ იყო პოლიციის ავტომობილი, სახელმწიფო ნომრით W456. დარღვევა არ ყოფილა შენისთვისაც საგზაო. შემდგომ მოვიდა პოლიციის ფორმაში რამოდენიმე წუთი ჩაცმული პიროვნება, რომელიც მათ წარმიდგინა თავი როგორც რეხვიაშვილად, მაგრამ საბუთი მანაც არ მაჩვენა, მაგრამ ფორმას პატივი ვეცი და მივაწოდე საბუთები. 1 საათი ვყავდი გაჩერებული და ყველას შევატყობინე, როგორც ნანაკაკებაც, ასევე დაუკავშირდი შინაგან საქმეთა სამინისტროს პრეს-ცენტრს და ვუთხარი, რომ უკანონოდ ვყავდი გაჩერებული. თავიდან უნდოდათ, რომ როგორმე გაეправებინათ ეს 1 საათიანი გადამოწმება. ჯერ ღვიძლზე უნდოდათ დაეწერა ჯარიმა და რა უფლება ქონდა სამოქალაქოს ჩაცმულ პიროვნებას სულაც რომ კრიმინალური პოლიციის უფროსი ყოფილიყო დავეჯარიმებინე. მე ვითომ გადაჭარბებით მოვდიოდი და მოვთხოვე რომ რადარის ამონაწერი ეჩვენებინათ, სადაც დადასტურდებოდა. აი მიზეზი რა გახდა რეალურად ეკითხარი? 200 ლარიანი ჯარიმა დამიწერეს იმაზე რომ გადავკეთო ღერძულა ხაზი. და დაკავებული რატომ საერთოდ არა. შემდგომ, როდესაც ხელი არ მოვაწერე ოქმზე ხელი არ მოვაწერე, რომელიც იყო უკანონო, ჩამითვალეს იმაში, რომ მე არ დავემორჩილე 2 თვის მანძილზე არც ერთი ჯარიმა არ მქონდა და 14 მარტის შინაგან საქმეთა მინისტრის განცხადების შემდეგ ჩემთან დაკავშირებით, მას შემდეგ 2000 ლარამდე მაქვს დაგროვებული ჯარიმები, ყველა რეგიონში მაჯარიმებენ და ხარკს მახდევინებენ ასე.